კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი და სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხასაიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამოქალაქო აქტივისტს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საქმეზე ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული. გელა ხასაია ბრალს არ აღიარებს. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს წარმოდგენა არ აქვს თუ რას ედავებიან და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ადვოკატს აყენებულ ბრალთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, რადგან მისივე თქმით, საქმის მასალები ჯერ არ მიუღია. ის არ აღიარებს დანაშაულს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ დავალოდებით ამ თვალსაზრისით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად ჩვენს პოზიციას უკვე საქმის მასალებზე მე მოგახსენებთ, მაგრამ ამ ეტაპზე დანაშაულზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დანაშაულს გელა ხასაიას მხრიდან ადგილი არ ქონია და მით უმეტეს ამდენი ხნის შემდეგ გაკვირვებულები ვართ, რაც შეეხება დაკავებას. გელა აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც თავად დეტალურად ისაუბრებს სასამართლოში. სხვადასხვა სიტყვებს ეუბნებოდა, მათ შორის ერთ-ერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფზე საბა სხვითარიძეზე, ეუბნებოდა, რომ როგორც საბა დავაკავეთ, ისე დაგაკავე შენცო და ეხლა მაგაზე რა შეიძლება ვთქვა, პატარა ადამიანის სიტყვებია დაკავებულ ადამიანზე ასეთი რამის განხორციელება. ზოგადად პატარა ადამიანებს ჩვევიათ ასეთი რამ, რომ მოწყვლად ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. გელა ხასაია პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა და ის წარსულში ადმინისტრაციული წესით არაერთხელ იყო დაკავებული. ხასაიას თანაგუნდელები მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს სისტემის მხრიდან დაშინების მორიგი მცდელობაა. ხომ შეკვირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლებრივი წესით. ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა და არა პოლიციელმა ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები ზოგადად გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რასაც წლების განმავლობაში უყურებდით. ის რომ ამ მუხლით არაკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად რომლებიც კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იზალადეს. ის რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად ის რომ გელა ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით და ბოლო თვეებში აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს, არის ერთადერთი. იმისთვის რომ დანერგოს შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ჭამს თავისუფლებას. და ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის, იმიტომ რომ მას არ ეშინია, მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერების გარეშე. გაემჟღავნებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები. მოეგვარებინა ისინი აქედან, ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებით ამ ადამიანს ვერ შეაშინებენ. გელა ხასაია გუშინ გვიან ღამით დააკავეს. ის ამ ეტაპზე დიღმის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებიდან მალევე ხასაია ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოინახულა. მისი თქმით, ხასაიას დაკავება სავარაუდოდ 1 სექტემბერს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ კონფლიქტს ეხება, რომელშიც ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტს უბრალოდ შეესწრო. ადვოკატის განმარტებით, თავად ხასაია არავითარი კონფლიქტის მონაწილე არ ყოფილა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპრეს ნიუს უთხრა, რომ გელა ხასაიას თანმხლები პირები ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. უწყების მტკიცებით ხასაიას ერთ-ერთი თანმხლები პირი ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.